დღეს ვისაუბროთ კერდის გადიდებაზე, მამოპლასტიკაზე, რომელიც მსოფლიოში და საქართველოს გამონაკლისი ბუნებრივი არ არის. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაცია არის. ოპერაცია არ მიეკუთვნება რთული ოპერაციების კატეგორიას, საკმაოდ ხანმოკლეა, საკმაოდ მარტივია. ოპერაციამდე ხდება ბუნებრივი პაციენტთან კონსულტაცია, პაციენტის სურვილების გათვალისწინება. როცა ვსაუბრობთ კერდის იმპლანტირებაზე, ბუნებრივია ამოსავალი წერტილია პაციენტს რა სურვილი აქვს, რა წარმოუდგენა აქვს, როგორი წარმოუდგენია მოიყოს, ამიტომ ამ ყველაფრის შეჯერება ხდება და პაციენტთან ერთად ხდება გადაწყვეტილების მიღება. ოპერაციის შემდეგ პაციენტი მეორე დღესვე ეწერება და პრინციპში არ არის პაციენტი ასე ვთქვათ ავადმყოფის როლში, პაციენტის შრომის უნარიანია, გარკვეული შეზღუდვებით რა თქმა უნდა, თუმცა განსხვავებით სხვა ტიპის და თუნდაც სხვა ტიპის ოპერაციებისგან არ არის რეაბილიტაცია ძალიან გახარჯებული, ძალიან მარტივად მიდის როგორც წესი ყველაფერი. აქტიური ფაზა რეაბილიტაციის როგორც წესი გრძელდება დაახლოებით 10 დღემდე, რაც სჭირდება შეხვედრებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი აქტიურად დადის ქირურგთან შეხვედრებზე, კონტროლზე, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეს და მიდიოდეს. რაც შეეხება ტკივილს ოპერაციის შემდეგ, ეს ზოგადად პირველი კითხვაა ხოლმე, რასაც პაციენტი ამ ზოგადი ინფორმაციის შემდეგ სვავს ტკივილთან დაკავშირებით. თანამედროვე მამოპლასტიკა არ მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული ყინეული ოპერაციების კატეგორიას. ბუნებრივია რამოდენიმე დღე რაღაცა გარკვეული ხასიათის დისკომფორტი მოსალოდნელია და ველოდებით, თუმცა ძალიან ხშირად პაციენტს გამოყურებელიც კი არ ჭირდება ხოლმე ამ დისკომფორტისთვის. თუმცა არის შემთხვევები, იშვიათ შემთხვევებში, როცა შეიძლება გამოყურებელიც კი დაგჭირდეს, მაგრამ როგორც წესი ეს პერიოდი გრძელდება 3-4 დღე, არა უმეტეს ამ პერიოდისა.